საღამშვიდობისა მეგობრებო, როგორ ხართ? იმედია ყველანი კარგად გრძნობთ თავს. ძალიან დაღლილი ვარ, მაგრამ მაინც ძალიან მინდა თქვენთვის ვიდეო ჩავწერო, რადგან ხვალ უკვე ორშაბათია და მინდა ახალი შემართებით დაიწყოთ ეს ერთი კვირაც და გავიგოთ რა სიახლე შემოდის თქვენს ცხოვრებაში, ზოგადად ამ ერთი კვირის განმავლობაში, რა დადებითი სიახლე შემოდის თქვენს ცხოვრებაში ერთი კვირის განმავლობაში. მე ასევე შეგახსენებთ ჩემს ფასტეკლებას, ტაროს და კოუჩინგური სესია ერთად 80 ლარად. კოუჩინგური ტაროს სესია ნებისმიერ საკითხზე, რაზეც გსურთ და ამასთან დაკავშირებით პლუს კოუჩინგური სესია ორივე ერთად გექნებათ 80 ლარად. დავიწყოთ ჩვენი გაშლა და გავიგოთ, ვინც ახლა ვიდეოს უყურებთ, ჯერ რა ენერგიებში იმყოფებით ამჟამად. რა ენერგიებში იმყოფებით ახლა, ვინც ამ ვიდეოს უყურებთ. ფიქრობ, როგორ მომენტში ხართ, იცით, რაღაცა დიდხნიანი პაუზის შემდეგ და ბევრი ფიქრების შემდეგ ამჟამად ზოგადი ფონია ისეთი გაქვთ, გადაწყვეტილებას იღებთ, რომ ქმედებაზე გადახვიდეთ. რაღაცა საუბრები გაქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით, რაღაცას სწავლობთ, რაღაცას იგებთ, არ ვიცი, ვინ რას აკეთებთ. ყოველ შემთხვევაში ისეთ ენერგიებში ხართ, რომ რაღაცა დიდხნიანი გაჩერების და ბევრი იმედგაცრუებების ფიქრის, თავში ასე თქვია, ძალიან ბევრი ესეთი ტანჯვილი ფიქრი გქონდათ რაღაც საკითხთან დაკავშირებით და თქვენ გადაწყვეტილებას იღებთ, რომ ეს ყველაფერი უნდა გამოხატოთ, უბრალოდ დაასრულოთ ქმედებით, ანუ ჯობია გადახვიდეთ ქმედებაზე. სხვათა შორის წინა რომელიღაც გაშლაზე მქონდა, ზუსტად ეს არ ვიცი, რომელ არხზე მქონდა, რჩება იყო ტაროსგან, რომ გაჩერებულ მდგომარეობაში ყოფნას ჯობია გადახვიდეთ ქმედებაზე. თქო და ზუსტად ეს ამოდის ახლა, რომ თქვენ გადაწყვეტილებას იღებთ, შეიძლება რაღაცები გაიკითხეთ, ვიღაცებს გაესაუბრეთ და ელაპარაკეთ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და თქვენ იცით რაღაც ის მოგაწვათ ბრაზი, თითქოს საკუთარ თავზე გაბრაზდით და იწყებთ ქმედებას. ესეთ ენერგიებში იმყოფებით ახლა. ვიტყვი იმას, რომ ზოგი შეიძლება ფიქრობთ სადმე წასვლაზეც, გადაადგილებაზე, იცი, ფიქრობთ, რომ ანუ შეიძლება გინდოდათ სადმე წასვლა და დიდი ხანი ვერ ახორციელებდით ამ ყველაფერს და ახლა თავზალა დაატანეთ, მართლა ესეთი ენერგია მომდის, გაბრაზდით საკუთარ თავზე, რის გამო ხართ ესე გაყინულები ერთ ადგილზე და გადაწყვიტეთ წასვლა, გადაადგილება, გადასვლა სხვა ადგილზე, არ ვიცი, ვისთან რა, შეიძლება ვიღაცასთან რაღაცა სწავლის დასაწყისზეც რეზონერდეს, რაღაცის სწავლა გინდოდათ და უბრალოდ აქამდე ვერაფერს ვერ ახერხებდით და ახლა დაიწყებთ ამ ყველაფრის მოქმედებას. ესეთ ენერგიებში იმყოფებით ამჟამად და გავიგოთ, რა სასიამოვნო სიახლე შემოდის თქვენთვის, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ. აქ საერთოდ სრულად ისეთი არკანები მოდის და ისეთი ენერგია, რომ მოქმედების ენერგია,
ზუსტად ეს მომენტი გაქვს, მეგობრებო, შეხედეთ, აქაც იგივე სიტუაცია, სადაც ძალიან შეიძლება ფინანსურადაც ცოტა შემოსავალი გქონდეთ და რაღაცნაირად შინაგანად დაბლოკილი იყავით, ვერაფერს ვერ ახერხებდით. თითქოს აი ეს იდეაში გქონდათ მიზანი, ან ყველაფერს იაზრებდით რა როგორ უნდა გააკეთოთ, მაგრამ ვერაფერს ვერ მოქმედებდით და აი ახლა ვიღაცები შეიძლება ზუსტად ეს თასების კერდა, რა ქვია, კვერთხების დედოფლის პოზიციაში იყოთ, ესეთი ქარიზმატული, თავდაჯერებული, მხიარული, წარმატებული ქალი, რომელიც რაღაცა პერიოდის განმავლობაში იყო გაჩერებული სტაგნაციაში, ვერაფერს ვერ ახერხებდით და აი ახლა თითქოს საკუთარი თავის უმაღლეს ყველაზე კარგ ვერსიას უბრუნდებით თითქოს რაღაც ეს მომენტი. თქვენი დაბრუნება ხდება აი ამ ერთი კვირის განმავლობაში. და რაც მთავარია, მოულოდნელია ეს ყველაფერი. შეიძლება თქვენთვისაც აი ისე წავიდეს სიტუაცია, რომ თქვენთვისაც კი ესეთი მოულოდნელი იყოს ესეთი სიტუაციის ესე დადებითად წასვლა. და რაც მთავარია, აქ ხდება რაღაცების დაგეგმვა, ძველის დასრულება რაღაცა ერთი ციკლის, იმის, რაც ალბათ გაჩერებული იყო და ვერაფერს ვერ აკეთებდით და აი სრულიად ახალი, მოულოდნელი შემართებით იწყებთ მომავლის დაგეგმვას. უბრალოდ აქ ერთი მომენტი არის ის, რომ რჩევასავით არის ტაროსგან, რომ არ აიკიდოთ ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა ერთდროულად. აქ ძალიან უცებ შედიხართ რაღაც ისეთ ენერგიებში, რომ აი ყველაფრის ერთდროულად გაკეთება მოგინდებათ შეიძლება, რომ ყველაფერი მალე მოასწროთ, მაგრამ აქ საკმაოდ ისეთი ცეცხლოვანი და ენერგიული ადამიანი ჩანს, ადამიანი გვყავს, ვინც მისმენთ ახლა, აი ესეთი ენერგიებით შევდგებით აი ამ ერთი კვირას ორშაბათიდან და უბრალოდ ეცადეთ, რომ ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა არ აიღოთ საკუთარ თავზე. აიღეთ ერთი საქმე, მაქსიმუმ ორი, რომელსაც კარგად გააკეთებთ და უშუალოდ ბოლომდე მიიყვანთ, ხო? და არა ის, რომ ბევრი ერთად ვერაფერს ვერ ასწრებთ, გადაწყვეტილი, გადაღლილი ხართ და საბოლოოდ გამოდის ის, რომ შეგრჩებათ მხოლოდ დაღლილობა და ბევრი ტვირთი და ბოლომდე მიყვანილი არც ერთი საქმე. ხო, აი ეს მოდის ერთი კვირის განმავლობაში თქვენს ცხოვრებაში. გავიგეთ აბა კიდევ რა შემოდის აი ამ ერთი კვირის განმავლობაში. ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ. ხო, კიდევ იმას დავამატებდი აი ამ ვარიანტში, რომ აი აქ ამ დასტაში ხმლების ტულზე საკმაოდ ისეთი ტულზე არის, რა თქმა უნდა, მაგრამ მოულოდნელია ხმლების ტულზე, რაღაცა მოულოდნელად გამოგივათ რაღაც საქმეში. ხედავთ, აქ წარწერაც არის I got this job და საკმაოდ ესეთი თავდაჯერებული, გახარებული იქნებით იმით, რაც გამოგივათ. შეიძლება ვიღაცას დარეზონირდეს ის, რომ აი მოულოდნელად რაღაცას ელოდებოდით, მოლოდინში იყავით და გეგონათ, რომ აღარ გამოვიდოთ და აი მოულოდნელად იგებთ, რომ ეს ყველაფერი გამოვიდეთ და თქვენ უცებ იწყებთ ამ ყველაფრის ერთდროულად კეთებას და აი რჩევა არის ზუსტად ის, რომ კი დაგეგმეთ, განახორციელეთ, მაგრამ ეტაპობრივად და არა ყველაფერი ერთად. კიდევ ჩემი ყავა საღამოს ყავის გარდა არაფერს არ ვსვა, არ მივირთმევ, უშაქრო ყავის გარდა ჩემი 18 საათიანი დიეტა. დიეტა არ ქვია მას, უკვე ისე მივეჩვია, რომ ვცდილობ, რომ რაღაც არ დავარქვა, რაღაც მიტანჯული დიეტა ამ ყველაფერს. სხვათა შორის ძალიან კარგად მოქმედებს და შედეგიანად. მინდა გითხრათ. რეკომენდაციას უწევ. კიდევ რა სასიამოვნო შემოდის თქვენთვის, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, აი ამ ერთი კვირის განმავლობაში.
მეგობრებო, აქ შემოდის ზუსტად ფულის ენერგია. როგორ გითხრათ, ამ ერთი კვირის განმავლობაში საკმაოდ დიდი ცვლილებები ხდება რაღაც ფინანსებთან დაკავშირებით თქვენს ცხოვრებაში. და უყურეთ, ენერგია არის ესეთი რა, ამ ერთი კვირის განმავლობაში საკმაოდ შინაგანად ძლიერი, თან როგორ იცით, როგორ თქვა, თითქოს ახლა აქ როგორი ენერგიებიც მოდის, ცვლილება არის ზუსტად თქვენს შინაგანში და იმაში, რომ თქვენ თითქოს უყურეთ, აქ ისეთი ტრანსფორმაციული მომენტი არის და იმდენი ისენია პენტაკლები, რომ აქ არის ისეთი ენერგია, რომ თითქოს სწავლობთ და ძლიერდებით იმაში, როგორ მიუდგეთ ფულს, რომ დაუშვათ არ იყოთ უაზრო ხარჯებში, ერთ დღეს მაგ და მეორე დღეს კაპიკი აღარ მაგ, რაღაცა ესეთი თითქოს ძლიერდებით ფულთან მიმართებაში, როგორ მართოთ ფული. ფულთან კავშირს სწავლობთ თითქოს და როგორ მიუდგეთ, რომ უფრო მეტი გქონდეთ და ეს ყველაფერი, მეგობრებო, საბოლოოდ ნელ-ნელა და ვერ ვიტყვი რომ უცებ, მაგრამ ნელ-ნელა ისეთ შედეგს გამოიგებთ, რომ თქვენ გექნებათ სტაბილური, ძლიერი შემოსავლები, როგორ ვთქვა. აქ კიდევ ყურადღების მისაქცევი რაც არის, მეგობრებო, აქ რაზეც ამახვილებს ტარო ყურადღებას, თუ გინდა რომ გქონდეს ბევრი, არ იყო მხოლოდ მე ჩემია და საკუთარ თავზე კი რა თქმა უნდა ხა ეს რა სისულელეა, საკუთარ თავზეც უნდა ვიფიქროთ და ყველაფერი, მაგრამ ცოტა ესეთი მომენტი ხო ხვდებით, მარტო ჩემი, მარტო მე, სხვა არავინ, ესეთი არა. ტარო გირჩევთ, რომ თუ გინდათ რომ ბევრი გქონდეთ შემოსავალი, იმდენი უნდა გამოყოთ გვერდზე, რომ შეძლოთ სხვისი დახმარებაც, ხო ხვდებით? ახლა შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, რომ მე თვითონ არ მაქვს იმდენიო, რომ მე მეყოს და ხა სხვას როგორ დავეხმარო, მაგრამ ზოგადად აუცილებელი არის ის ფაქტი, რომ გასცე რაღაცა დოზით, რა თქმა უნდა, იმათვის, ვისაც სჭირდება, რომ აქეთ სამყაროსგან მიიღო იმაზე მეტი. ხო, ოღონდ უნდა გასცე, აქ იმიტომ ვთქვი, რომ სწავლობთ ნელ-ნელა, ტრანსფორმაცია ხდება თქვენში და ტრანსფორმაცია არის ის, რომ როგორ მიუდგეთ ფულს სწორად, ამას სწავლობთ და ამაში ძლიერდებით და ზუსტად ეს მომენტი გექნებათ, რომ გამოყოფილიც კი გექნებათ იმისთვის ფული, რომ ეს ამით შეიძლება სხვას დავეხმარო, რაღაცა ვინმეს რამე რო დაჭირდეს, ან თუნდაც თქვენი ინიციატივით ვინმესთვის ძალიან ბევრი გაჭირვებული ავადმყოფია და უჭირთ, ხო, ფული და გადარიცხვის მომენტი, რომ ეს სამას მე გადაურიცხო ეს თანხა. ეს ცევები და ეს მიდგომა ფულის მხრივ ძალიან გაგაძლიერეთ ნელ-ნელა, არა უცებ, მაგრამ ნელ-ნელა თქვენი ფინანსები უფრო და უფრო გაუმჯობესდება, საბოლოოდ ძალიან კარგ შედეგს მიიღებთ. კიდევ ერთხელ ვიკითხავ, რა სასიამოვნო სიახლე შემოდის თქვენს ცხოვრებაში ამ ერთი კვირის განმავლობაში, ორშაბათიდან კვირის ჩათვლით. რა სასიამოვნო სიახლეს უნდა ელოდოთ. აქ რა არის? მოდი ასე ვიტყოდი, რომ აქ პირველი ორი უფრო რაღაც ფინანსებთან, კარიერასთან ესეთ კავშირში იყო და ეს არის უფრო ისეთი ენერგიები, რომ ვფიქრობ ეს უფრო პირად ცხოვრებას ეხება, საკმაოდ იცით რა მომენტი სრულდება თქვენს ცხოვრებაში? ანუ ამ წუთას ისეთ ენერგიებში იმყოფებით, მეგობრებო, საკმაოდ ბევრი ფიქრის,
აი ამ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით ბევრს ფიქრობთ, ბევრს აანალიზებთ, აი უწვრილმანდებით დეტალებში, რომ ასე რატომ მოხდა ისე, საკმაოდ ბევრი გულისტკენა გაქვთ და ამჟამად არ მოქმედებთ არაფერს საერთოდ ამ მხრივ, აი თქვენი მხრიდან მოქმედება არ ჩანს, მაგრამ ამ ერთი კვირის განმავლობაში ზუსტად ეს სიახლე შემოდის, რომ აი ამ თქვენი უმოქმედობის ფონზე მოდის ადამიანი, იმპერატორი, ძალიან დიდი შემოთავაზებით, დიდი სერიოზული შემოთავაზებით და ეს სერიოზული შემოთავაზება გულისხმობს სერიოზულ ურთიერთობას, რადგან მისთვის საკმაოდ ძვირფასი ხართ, ბევრს ნიშნავთ და გადაწყვეტილებას იღებს, რომ როგორც იმპერატორი ისე მოვიდეს, რადგან აქ ეს ადამიანიც ძალიან ბევრ ფიქრებშია ამ საკითხთან დაკავშირებით, აი ძალიან ბევრს ფიქრობს, ბევრს აანალიზებს და საბოლოოდ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ როგორც იმპერატორი ისე მოვიდეს და აი ეს თქვენი გულის ტკივილი და ის სიტუაცია, სადაც არაფერი არ ხდებოდა და შეიძლება მოლოდინშიც იყავით, აი ამოწმებდით ხოლმე, შეხედეთ აქ საკმაოდ მომწონს ეს ძალიან, იმიტომ რომ ისეთი განსხვავებული სურათები აქვს თვითონ ხმლების ოთხიანი უმოქმედო კი არის, მაგრამ უყურეთ მაინც მოლოდინის რეჟიმში ხართ რაღაცნაირად, აი სულ შეიძლება აქ როგორც ხატია, სულ ხშირად ამოწმებთ მესიჯებს, აბა ხო არ მომწერა, მაგრამ არაფერი არ გვხდებათ ჯერჯერობით და აი ამ ერთი კვირის განმავლობაში მეგობრებო, გექნებათ აი ეს ძალიან დადებითი ცვლილებები, რაც გამოგიყვანთ აი ამ გულის ტკენის მდგომარეობიდან. ახლა დაგემშვიდობებით, დღევანდელი გაშლა დასრულებულია, 7 საღამოს გისურვებთ და შეგახსენებთ ჩემს ტელეფონის ნომერს პირადი სესიებისთვის, დამიკავშირდით 591-16-33-35 WhatsApp-ზე ან Viber-ზე. 7 საღამოს გისურვებთ, დროებით.